გააგრძელებს საქართველოში რუსული სასულიერო დესანტი ჩამოვიდა. თბილისის რუსულ ტაძარში მთელი რუსეთია შეკრებილი, დაზუსტება. მთელი მეორე რუსეთი, როგორც ჩვენში უწოდებენ ხოლმე. ეს ის ხალხია, ვისაც ჯერა რომ სიტყვას მტრად მოკიდებული ორი ქვეყნის შერიგება შეუძლია. მეორე რუსეთი ერთი ხელის თითებზე დაითვლება. 5 მეცნიერი 4 დღით თბილისში სერგი რადონეჟელის 700 წლის აღნიშვნამ შეჰყარა. ფორუმი საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია რუსკი კლუბმა ჩაატარა. ჯერათ რომ დიალოგი შეიძლება დაეხმაროთ ორ ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება. Я всегда верю в диалог. დიალოგისა ყოველთვის მჯერა, სადარბაზოს მეზობლებს შორის ჩხუბის დროსაც კი. ტერიტორიის დაკარგვა ძალიან დიდი ტკივილია. მახსოვს სოხუმში გატარებული ჩემი ზაფხულის თვეები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს გაერთიანებას შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ სერგი რადონეჟელი და რატომ საქართველო მაინც კითხვად რჩება? წმინდანები რუსებს ისე ყავთ ჩაყენებული წითელი არმიის სამსახურში, გინდა არ გინდა, აქაც პოლიტიკური სარჩული უნდა ეძებო. ანდრია პირველწოდებული მაგალითად 2000 წელს კანონიზირებულ თევდორე უშაკოვთან ერთად რუსული ფლოტის მფარველად არის გამოცხადებული. ილია წინასწარმეტყველი საჰაერო დესანტისა, ალექსანდრე ნეველი სპეცდანიშნულების ძალებისა, ილია მურომეცი არტილერისტებისა, დიმიტრი დონელი ტანკისტებისა და ასე შემდეგ. სხვათა შორის სწორედ დიმიტრი დონელი აკურთხა სერგი რადონეჟელმა 1380 წელს ურდოსყაენ მამაის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სერგეი რადონეჟელმა დიმიტრი დონელი აკურთხა და მონღოლებთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ბერი გაატანა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი ყველასთვის სამართლიანია. აგრესია კი ყველა შემთხვევაში დასაგმობია. მართალია 4 დღიან კონფერენციაზე სიტყვები ოკუპაცია და ანექსია არც ერთხელ არ უხსენებიათ, მაგრამ ნიკიტინის ნათქვამში შეიძლება სინანული მოგესმათ. მშობლების საფლავები თბილისში აქვს და საქართველოს გასაჭირი თუ ვინმეს ესმის ერთი ისიცაა. მეორე ირინა ბაგრატიონ მუხრანელია, ასევე საქართველოში დაბადებულ გაზრდილი, დღეს რომ რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლის, მათ შორის ქართული ლიტერატურის ისტორიას. რა ხდება იცის, მაგრამ სიტყვა მტრობა მაინც არ მოსწონს. ასე თქმა არ შეიძლება. წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლი, ყოველ წელს კონფერენციაზე 4 ქართველი ეპისკოპოსი ჩამოდის. 3 წელიწადში ერთხელ ცხადდება მიიღება ქართულის შემსწავლელ ჯგუფში. ახლა ვწერ მონოგრაფიას საქართველოს რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებში. იმხელა სიყვარული აქვს ჩადებული, დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხალხი ორმაგად ნეტარია. ერთი იმიტომ რომ მშვიდობას იქმან, მეორე იმიტომ რომ სჯერათ საღვთო საქმის კეთება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ფულითაც შეიძლება. სერგი რადონეჟელის ფორუმის მოსაწყობად რუსკი კლუბმა გრანტი ფონდ რუსკი მირისგან მიიღო. ამდენმა მსგავსმა სახელმა რომ არ დაგაბნიოთ, ავდგეთ და ვნახოთ ვინ არის. აი ეს ყოფილა რუსკი მირი, 2007 წელს თვით პუტინის განკარგულებით შექმნილი. ეს ყოფილა მისი ხელმძღვანელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ ნიკონოვი. ესენი კი ყოფილან მისი მმართველობისა და საბჭოს წევრები. ვინც ღმერთს ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დაუწყევლია ყველა აქაა. გეგონება დასავლეთის სანქციებში მოხვედრილთა სია შეუდგენიათო. Русский мир всегда стремился. რუსკი მირი ყოველთვის ჰარმონიისკენ, მშვიდობისკენ მილტოდა. ძალიან გვინდა რომ შერიგდნენ უკრაინისა და რუსეთის რუსკი მირები. რუსული სამყაროები მთელი ჩვენი პოსტსაბჭოთა რუსული სივრცისა. Интерес к России, как к мировой державе, от которой очень многое зависит в мире, которая укрепляет свои позиции, ведет мирную и удивительно. იცოდა თუ არა დამგეგმავმა კარგად კი გამოუვიდა. საქართველოს პატრიარქ სერგი რადონეჟელის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება ახალგაზრდობიდან ჰქონია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაამთავრა სერგი რადონეჟელის მფარველობის ქვეშ ზაგორსკის სემინარია და აკადემია. როგორ შეიძლება ქართულმა ეკლესიამ არც ეს თაყვანი ამის ნაწმინდას, რომელმაც აგერ უკვე თითქმის 30 წლის მანძილზე მოგვივლინა ასეთი კათოლიკოს პატრიარქი. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ჩვენ ხშირად ჩვენთან ლიტურგიის დროს საგანგებოდ აღინიშნება სერგი რადონეჟელის როლი. საპატრიარქომ რუსკი მირის დაფინანსებულ კონფერენციას მართლაც დიდი პატივი დასდო. გარდა იმისა, რომ კონფერენციის ორ დღეს დარბაზის სასულიერო აკადემიის რექტორის მოყვანილი სტუდენტები ჩიავსო, რუსეთიდან ჩამოსული მონაწილეები ილია მეორემ პირადად მიიღო. მე მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია სწორედ თბილისში იმართება და დღეს თქვენ აქ იმყოფებით. ვიმედოვნებ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული გართულებული ურთიერთობები მალე გამოსწორდება. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში თუ რამე არის გამორჩეული ეკლესიების კონტაქტია. საქართველოს პატრიარქის ცალმხრივი ვიზიტებითა და მიღებული დაპირებით, რომ დევნილები ხვალ დაუბრუნდებიან წართმეულ მიწას, რომ ქართველი ღვთისმსახურების ზეგ აფხაზეთის ტაძრებს მოილოცებენ მასზე სამაჩაბლოს წმინდა ადგილებს.
საეკლესიო კონტაქტების ისტორია სხვას მიუთითებს. ავტოკეფალიის გაუქმების მხოლოდ პირველ 10 წელიწადში ქართულ ეკლესიას ჩამოართვეს 175 მილიონი ოქროს თუმნის ქონება. 200 წლის წინანდელი სავალუტო კურსის უკეთ გასაგებად. ერეკლე მეორე რუსის იმპერატრიცას წელიწადში სულ 1 მილიონს თხოვდა მთელი თავისი ჯარის შესანახად, რომ სამხრეთიდან საფრთხე მთლიანად გამქრალიყო. ერეკლეს ფული არ მისცეს, მის ერჩვილს გიორგი მე-12 სამეფო ტახტი წაართვეს, მეორეს კი ანტონს კათალიკოსობა. აი ამან გამოიწვია ქართული საზოგადოების ჩაკეტვა და გარკვეულწილად გაუცხოება იმ ეკლესიისა. ის უშუალობა და კრებულობა, რაც ახასიათებდა საქართველოს ეკლესიას უშუალოდ მრევლთან უშუალო ურთიერთობები. აი სწორედ ეს დაიკარგა. ეს იყო რუს სამღვდელოთა მიერ დაშვებული დანაშაული და ჩარევა. სერგი რადონეჟელის საიუბილეო ფორუმმა ომი თუ ვერ დაასრულა, ერთი საქმე მაინც გააკეთა. იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს ისევ დებიუით ხვდებიან სტრუი, არაგვაი, კური, ახლა სხვა რუსული ლექსები ისმის. Ангелы не объясняются матом, они не объявляют войн. В братьях наших лохматых, бедных или богатых, размахивая автоматом, не разряжают обой. კალინინგრადელი პოეტი ბარტფელდი აქეთ პირველადაა და საქართველოს ლექსების წერას მხოლოდ ახლა აპირებს. უკრაინასთან ომზე რაც დაუწერია, მისი ქვეყნის მოქალაქისთვის უკვე გმირობაა. Но косо глядят украинцы, и русские глухо молчат, и тянется заваруха, и некому слова сказать, а православные ангелы в канавах дорожных лежат. Такое несчастье, ამ უბედურებაში, რომელშიც ვართ, მართლმადიდებელ ანგელოზებს ვერ мы не ვხედავ. видим православных ангелов. ანგელოზები რას გამოჩნდებიან, სადაც რუსული მართლმადიდებლობის სახელით მსოფლიოს პუტინი ესაუბრება. იმ დღეს, როდესაც თბილისში მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირებზე ფორუმს აწყობდნენ, მოსკოვში პატრიარქი კირილე ასეთ საზოგადოებაში პირველ რიგში იჯდა და იმპერიის შექმნისა და დღევანდელი გაფართოების ასეთ ზღაპრებს უსმენდა. Для нашего народа სწორედ ყირიმში მოინათლა თავადი ვლადიმერი, შემდეგ რომ მთელი რუსეთი მონათლა. და ეს გვაძლევს ყველანაირი საფუძველს, რომ თქვათ, ყირიმს რუსეთისთვის უზარმაზარი ცივილიზაციური და საკრალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ტაძრის მთას მუსლიმებისა და იუდეველებისთვის. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვექნება აწ და მარადის. აწ მართლა ასეა, მარადის რა იქნება კიდევ ნახავთ. დიდი არის კი უკუნისამდე ასე დარჩეს იმისთვის, ვინც სიხარულსა და ტკივილზე საუბარს, რუსკი მირის ფონდის ჰიმნისა არ იყოს, ერთიანად ამის ომის ენაზე აპირებს. Мы с тобой о радости и боли говорим на русском языке.